საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ქართულ უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიან და წარმატებულ თანამშრომლობაში და თემაზე სასაუბროთ, რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ სტუმრები და შემოგვიერთდნენ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ირაკლი ბრაჭული და ბატონი კევინ კირბი, პროფესორი, ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში, ასევე თარგმნაში დაგვეხმარება თარჯიმანი ქალბატონი ეკატერინე ხუნდაძე. დილან შვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემით უნდა წარსდგეთ ჩვენი მაყურებლის წინაშე და ვისაუბროთ ამ ორი უმნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ და თავდაპირველად, რა თქმა უნდა, თქვენით დავიწყებთ საუბარს, რომ როგორ ემზადებოდით ამ ღონისძიებისთვის და მისი მნიშვნელობის შესახებ ზოგადად. როგორ განხორციელდა ეს ჩანაფიქრი საბოლოო ჯამში, აქამდე როგორ მოხვედით? ესეთი მასშტაბური ღონისძიებები ცხადია უცებ და თავისი საკუთარი ისტორიის გარეშე არ ხორციელდება, ვერ ხორციელდება და ამ ღონისძიების ისტორია შეიძლება არანაკლებ საინტერესო იყოს, ვიდრე თვითონ ამ მოვლენის შედეგები. ამ რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის დელეგაცია სპეციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, სადაც ჩაატარა ეს მოსამზადებელი ღონისძიებები. ამ ღონისძიებებს ჰქონდა, რა თქმა უნდა, დიპლომატიური მხარე, აკადემიური მხარე, ორგანიზაციული მხარე. რა კი ეს დაკავშირებულია უსაფრთხოების პრობლემებთან, ცხადია რომ აქ ეხებოდა საქმე სახელმწიფო დეპარტამენტთან ურთიერთობასაც, გარკვეულ საქმიან წრეებთან, აკადემიურ წრეებთან, პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობასთან და შემდეგ რამდენიმე ვიზიტი კიდევ დასჭირდა, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიყვანული იყო, შერჩეული იყო სათანადო უნივერსიტეტი, ჩვენი პარტნიორი, რომელიც იქნებოდა ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტით ესე იგი ექნებოდა ყველაზე მაღალი მიღწევები ამ კიბერუსაფრთხოების სფეროში და თვითონ პროექტის განხორციელებას ნაწილობრივ ხელი შეუშალა პანდემიის დადგომამ შეაფერხა, მაგრამ ვერ შეწყვიტა და როგორც კი შესაძლებლობები გაიხსნა, სრული დატვირთვით ამუშავდა და მიღწეული იქნა შეთანხმებები, ორი გუნდი ჩაერთო ამ მუშაობაში ჩვენი მხრიდან, ამერიკელების მხრიდან და ძალიან ფართო მასშტაბიანი და შრომატევადი სამუშაო ჩაატარა, იმიტომ რომ მოგიხსენებათ ეს განსხვავებები ჩვენ პროგრამებსა და ამერიკულ პროგრამებს შორის იყო შინაარსეული მხრივ, სილაბუსების მხრივ, თემატიკის მხრივ, სახელმძღვანელოების მხრივ, მათ შორის თუნდაც კალენდარული განსხვავებები სხვადასხვა კონტინენტზე ვიმყოფებით, მათი ურთიერთშეხამებაში მოყვანა, ტერმინოლოგიის ქართული და ამერიკული თარგმანების სრული იდენტიფიკაციაში მოყვანა, რეგულაციების, კანონმდებლობის იდენტობაში მოყვანა, სხვათა შორის თვითონ ტერმინი, თვითონ ეს კვალიფიკაცია, ესეთი აკადემიური კვალიფიკაცია საერთოდ არ იყო ჩვენი განათლების კლასიფიკატორში. და ამ პროექტის შედეგია, რომ ასეთი აკადემიური ხარისხის მინიჭება გაჩნდა კლასიფიკატორში და უკვე შესაძლებელია, რომ ეს ჩვენს მუშაკებსაც მიენიჭოთ. და აი ეს შედეგიც, ესე იგი, უკვე ვიმკით, ახლა არის მომკის დრო ამ დიდი სამუშაოების. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ მომხდარიყო აი ამ ორი გუნდის, ამერიკული გუნდის და ქართული გუნდის თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხით განხორციელება, დაწყებული პროფესიული ეთიკიდან, პირადი მეგობრობიდან, რა ვიცი, საერთო გუნდური ენთუზიაზმიდან და ეს შედეგსაც ახლა უკვე შედეგების ჟამი არის დამდგარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი ბატონ კევინ. მინდა გკითხოთ ორ უნივერსიტეტს ქართველებსა და ამერიკელებს შორის ერთობლივი მუშაობის გამოცდილებაზე რას გვეტყვით? როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა? ამერიკელებსა და ქართველებს შორის დღესაც გრძელდება და რა თქმა უნდა გაგრძელდება მომავალშიც სამომავლო გეგმებზეც რომ გითხრათ. Will be continued in the future. Yes, well this very major week this week actually took 6 years to build to. The origin was 6 years ago when Archbishop Jakob
came to the United States, visited Washington and our Northern Kentucky University, and we identified cybersecurity is the area we wanted to pursue. დღევანდელ დღემდე მოვდივართ უკვე 6 დღევანდელი დღე და ეს ორი კვირის ღონისძიებები არის 6 წლის ძალიან სერიოზული თანამშრომლობის შედეგი. 6 წლის წინ როდესაც მეუფე იაკობი იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, განისაზღვრა თანამშრომლობის თემატიკა. მეუფე იაკობი თავისი გუნდთან ერთად იმყოფებოდა ამ ვიზიტ და განისაზღვრა თანამშრომლობის თემატიკა, რაც განისაზღვრა როგორც კიბერუსაფრთხოება და შესაბამისად შეირჩა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი თანამშრომლობისთვის ამ სფეროში. In particular, Northern Kentucky University is designated as a center of excellence in cybersecurity education by the U.S. National Security Agency. So that allowed us to build a very effective dual master's program that links their students to our students. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის უნიკალური მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ეს არ არის ტიპიური ჩვეულებრივი უნივერსიტეტი. ეს გახლავთ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური უნივერსიტეტი თვითონ საჯარო სამსახურში ამ სფეროში მოღვაწე კადრებისთვის. და სწორედ ამიტომ შესაძლებელი გახდა სწორედ აი ამ მიმართულებით სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობა. And the result of that was a group now. 2 groups of graduating students on Thursday. They have extensive classroom experience in cybersecurity taught by United States faculty, by Georgian faculty. They have traveled to the U.S. and met with our professors, met with our businesses to see real-world cybersecurity. And our faculty have come to Tbilisi to meet with them and give workshops. So I have to say, it is definitely the most important international partnership our university has had. და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხვალ გახლავთ ეს დასრულების ცერემონია, სადაც ორი ჯგუფი ასრულებს ამ სასწავლო კურსს, ორი ქართველი სტუდენტების ჯგუფი. და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აღინიშნოს. აღნიშნულ ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეერთებულ შტატებში გაევლო როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული კურსი ჩვენს აკადემიურ პერსონალთან ამერიკაში, ისევე როგორც ამერიკელი პროფესორები ჩამობრძანდნენ საქართველოში და აქ ჰქონდათ საშუალება ჩაეტარებინათ კონკრეტულ თემატიკაზე ვერქშოპები, სემინარები და აი ზუსტად ასეთი და ასევე ქართულ სტუდენტებს ჰქონდათ ამერიკაში შესაძლებლობა შეხვედროდნენ და გაცნობოდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლებს რეალურ სამყაროში რა ტიპის კიბერუსაფრთხოების პრობლემები არსებობს აი ამ თემატიკაზე ემუშავათ და სწორედ ეს ადამიანები, ეს ორი ჯგუფი ასრულებს ხვალ და გახლავთ მათი ასე ვთქვათ დასრულების ცერემონიას აღნიშნავთ ხვალ. დიახ. ბატონო კევინ, თუ შეიძლება გუშინდელი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ რომ გვესაუბროთ, როგორც ვიცით, გუშინ 24 ივნისს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო პირველ საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციას უმასპინძლა. Yes. Yesterday the conference was amazing. We had a whole group of us from Northern Kentucky University. We walked into a room of more than 200 students, faculty, business people filled with ideas on cybersecurity, one of the most difficult, challenging, and important topics. And all day was filled with very, very interesting panels. I can give you some examples. გუშინ წარმოუდგენლად წარმატებული კონფერენცია შედგა, პირველი საერთაშორისო კონფერენცია კიბერუსაფრთხოების თემატიკაზე. 200-ზე მეტი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი, კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა აღნიშნულ კონფერენციას. სხვადასხვა პანელური სხდომები გაიმართა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოგახსენოთ. სიამოვნებით. With great pleasure. So for example, we had sessions. Each session was combined with Georgians and Americans comparing their experiences, cybersecurity in businesses, cybersecurity in the public sector, artificial intelligence and cybersecurity, a very important topic, and even women in cybersecurity and their careers. And at the same time, students were defending their scholarly theses in cybersecurity in the next room, the culmination of 2 years of study. It was very exciting. The energy was very high.
მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი თემები იქნა განხილული. პირველი კიბერუსაფრთხოება თანამედროვე სამყაროში, კიბერუსაფრთხოება საჯარო სექტორში, კიბერუსაფრთხოება კერძო სექტორში, ქალთა როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოების სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნოს, რომ სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაეცვათ თავიანთი თეზისები 2 წლის თავიანთი მუშაობის შედეგი და ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამერიკული მხარე, ამერიკელი გამომცემლები, ასევე ქართველი გამომცემლები ცდილობდნენ, რომ თავიანთი გამოცდილება შეედარებინათ ერთმანეთს და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება თავიანთი კოლეგებისთვის. დიახ, აი ბატონო ირაკლი, თქვენც მინდა გკითხოთ გუშინდელი სამეცნიერო კონფერენციის შესახებ, ეს რა შესაძლებლობაა საქართველოსთვის, უნივერსიტეტისთვის, მისი სტუდენტებისთვის, როგორ ჩაიარა კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მაყურებელს გუშინდელმა სამეცნიერო კონფერენციამ. აი ჯერ დავიწყებდი ჩანაფიქრზე რომ ვსაუბრობდით. თვითონ ჩანაფიქრი დაკავშირებული არის უშუალოდ ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებელთან და ვიცით რომ მისი დამფუძნებელი ბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც მუდმივად ზრუნავს იმისათვის, რომ საქართველოში განათლების სისტემა იყოს უმაღლესი სტანდარტებით და ჩვენმა ახალგაზრდებმა აქვე საქართველოში მიიღონ სოფლიო სტანდარტების განათლება, რომ ისე რომ ქვეყნის დატოვება არ მოუწიოთ და აი სწორედ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას წარმოადგენდა ჩვენი პროექტი და კიბერუსაფრთხოების თემა ეს მოგეხსენებათ ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც იყო ალბათ თავის დროზე ქართული დამწერლობის შექმნა, ან შემდეგ ქართული ბეჭდური ტიპოგრაფიის შექმნა, იცით თქვენ რომ პირველად ჩვენ სტამბაში, სწორედ თბილისის სტამბაში 2 ჩვენი ფუნდამენტური ტექსტი დაიბეჭდა სახარება და ვეფხისტყაოსანი და მთელი ჩვენი კულტურა გამშვალულია ამ ევანგელიური სულისკვეთებით და ეხლა უკვე ის დრო მოვიდა რომ იგივე მნიშვნელობის არის კიბერუსაფრთხოების განზომილება. ხო, დრომ თანამედროვე ეპოქა. ხო, ჩემი აზრით იგივე მნიშვნელობის, აი როგორც ის 2 იგივე მნიშვნელობის ღონისძიება ტარდება და ამ გუშინდელ კონფერენციას რაც შეეხება, მანდ ვიტყოდი რომ გამოჩნდა რა, იცით რომ აი თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევები, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და სწრაფად ვითარდება, როგორ უნდა შედიოდეს და ვრცელდებოდეს ინდუსტრიაში, ბიზნესში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, სამოქალაქო საზოგადოებებში და ეს უნდა ხორციელდებოდეს აკადემიური სფეროების გავლით, უნივერსიტეტების გავლით. და აი ამის ნათელი დემონსტრირება იყო გუშინ და უბრალოდ ესე იგი ჩვენი დიდი სააქტო დარბაზი იყო გავსებული კი არა ფეხზე იდგა ხალხი და მთელი დილიდან, განთიადიდან საღამომდე საერთოდ არ შემცირებულა დამსწრეებისა და მონაწილეობის რიცხვი, რაც იშვიათად ხდება, ხო იცით რაღაც მე მაინტერესებს ჩემი სპეციფიკური პრობლემები და მე მივდივარ თავიდან ბოლომდე ეს სიმრავლე დამსწრეების და მონაწილეების და ეს დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი ძალიან გვახარებს და იმედებით აღვავსებს. ბატონ კევინ, ხვალ არის ესე იგი ასე ვთქვათ სამაგისტრო პროგრამის გამოსაშვები ცერემონია და ამ შესახებ რომ გითხრათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორედ თვალინდელი ღონისძიება და შემდგომ უკვე რა პერსპექტივას, რა საშუალებას აძლევს ეს კურსდამთავრებულებს. Yes, so tomorrow is the biggest day in the 6-year relationship. It has all built to this point. We have 45 students who are walking across the stage getting a very special diploma from 2 universities in a very fast-changing field that is desperately needed by businesses and government. ხვალ ჩვენ გვექნება 6 წლის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. 45 სტუდენტი ამაყად ააბიჭებს სცენაზე და მიიღებს თავის დიპლომს, რომელიც იქნება 2 უნივერსიტეტის დიპლომი თანაბარი, როგორც სანგუსი, საქართველოს წმინდა ანდრია პირველწოდების სახელობის უნივერსიტეტი, ასევე ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომი და ეს დიპლომი მათ საშუალებას მისცემს ძალიან სვალებად, სწრაფად სვალებად სფეროში, ასევე რომლის მიმართაც ინტერესი ძალიან მაღალია, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში დაიმკვიდრონ თავის ამომავლად. And when I am in the room, when they're graduating tomorrow as dean, I see their faces, I remember them as students, I saw them
in Tbilisi. I also saw them in Northern Kentucky, and they are amazing students. A lot of them are already professionals, very sophisticated, adding cybersecurity to their expertise. Some are more traditional students, changing areas to cybersecurity. So it's a very, very powerful 45 people that are graduating tomorrow. It is a thrill, and actually it is an honor as well. ჩემთვის როგორც დეკანისთვის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ძალიან ამაღელვებელია, იმიტომ რომ ეს 45 ადამიანი, ეს ჩვენი სტუდენტები, მე მინახავს როგორც თბილისის აუდიტორიებში, ასევე ჩვენთან ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის აუდიტორიებში, როგორ ესწრებოდნენ, როგორ იღებდნენ მონაწილეობას, რა თავდადებით შრომობდნენ. უმეტესობა მათგანი არის ძალიან წარმატებული ექსპერტი თავისი სფეროსი და უბრალოდ კვალიფიკაციას იმაღლებენ ამ სფეროში. ზოგიერთმა მათგანმა პროფესია შეიცვალა და ამ მიმართულებით მიიღო სამაგისტრო განათლება. ნამდვილად შთამბეჭდავია და ძალიან ემოციურია ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, ამ ადამიანების ხილვა, უკვე პროფესიონალების და ხვალ მათთვის აი ამ დიპლომების გადაცემა. დიახ, ბატონო ირაკლი, თქვენც მინდა გკითხოთ ხვალინდელი გამოსაშვები საღამოს ღონისძიების შესახებ, როგორ ემზადებით, როგორ მიმდინარეობს მზადება. მოლოდინი ძალიან დიდია, ბუნებრივია, სტუდენტებიც ბუნებრივია ემზადებიან და ასევე გრძელდება ბუნებრივია ალბათ ისიც, რომ სტუდენტები ამ ფაკულტეტზე დიდი მონდომებით, დიდი სურვილით აბარებენ და უნდათ რომ გააგრძელონ სწავლა ამ მიმართულებით. დიახ, ამ პროექტის ჩანაფიქრის შესახებ და მისი წარმომავლობის შესახებ უკვე ვთქვით და აქ ერთი არის ხარისხიანი სასწავლო პროგრამის შექმნა და მეორეა ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ იცით რომ ხარისხიანი განათლება ძალიან ძვირადღირებული საქმეა. დიახ. და ეს წარმოშობს პრობლემას საერთოდაც მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. სოფლიოს ნაწილი იღებს ხარისხიან განათლებას, უმეტესობა უხარისხოს და რჩება გაუნათლებელი და განათლებულსა და გაუნათლებელს შორის კონფლიქტებია და სამყარო საცხლისალში ამის გამო გახვეული. აი ამ წყაროებიდან მომდინარე შესაძლო გახდა ისეთი სახსრების მოძიება, რომლითაც აი ეს პროგრამა სრულად არის დაფინანსებული, სრულად. ეს ჩვენი ყველა სტუდენტი არის სრულად დაფინანსებული და მათ მოეთხოვებოდა მხოლოდ სიბეჭდითე პროფესიული უნარები და პირადი ტალანტები და დისციპლინა. და მათ ეს გამოავლინეს, სრულად გაიარეს კურსი, როგორც ჩვენთან ისევე შეერთებულ შტატებში და მზად არიან, რომ თავიანთი ინვესტიცია შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ციფრული სამყაროს უსაფრთხოებაში, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობის შენებაში. და რა ვიცი, ხვალ ძალზედ მოხარული ვიქნები, რომ ბატონ კევინ კირბისთან ერთად საშუალება მექნება, რომ ჩვენს ამ სტუდენტებს გადავცე ჩვენი ორი უნივერსიტეტის დიპლომები და აკადემიური ხარისხები და გამოვაცხადო ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებად. ძალიან მნიშვნელოვანია რა მახსენეთ ქვეყნის კეთილდღეობა და სწორედ კიბერუსაფრთხოება არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ რომ გავმოხლოთ ყურადღება თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი რომ დაეუფლონ ამ პროფესიას და უფრო მეტი კურსდამთავრებული ჰყავდეს როგორც ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, ასევე ქვეყანას. ეს თქვი რომ უკვე ციფრული ეპოქა მოდის. როგორ არის ეს იგივე მაგალითად რომ ჩვენ ჩამორჩენოდით და წიგნის ბეჭდვა არ დაგვეწყო და მარტო ხელნაწერების ეს ხომ უდიდესი ვეღარც დავეწეოდით მე. ეხლა უკვე ზუსტად ამ ციფრული სამყაროს მართვას თუ არ დავეუფლეთ, ამ ჩამორჩენას მე ჩვენ ვეღარ დავეწევით და სწორედ ეს არის სასიცოცხლო ამოცანა, გადამწყვეტი ამოცანა, ესე წინაპლანზე არის წამოწეული. სასიცოცხლო ამოცანაა და ყველა ამ პროექტის მონაწილეს გაცნობიერებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აი ამ კუთხით და ეს პროექტი გრძელდება, გაგრძელდება, მიმდინარეობს და ეს არის სწორედ ისეთი პროექტი, რომელსაც ეწოდება აი მდგრადი განვითარების პროექტი. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ თქვენს კურსდამთავრებულებსაც, რა თქმა უნდა და ჩვენს ქვეყანას. წარმატებები მინდა გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, მნიშვნელოვანი დღეა ნამდვილად ხვალისთვის, რაზეც რო ვესაუბრეთ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა თქვენ ასევე თარგმანში დახმარებისთვის. დაგემშვიდობებით. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის წარმატებები. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმრები გახდნენ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ირაკლი ბრაჭული და ბატონი კევინ კირბი, პროფესორი, ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში და თარჯიმანი ქალბატონი ეკატერინე ხუნტაძე.